ეს ხაშურის რაიონის სოფელი ღართაა, სადაც უკვე 21 წელზე მეტია ელექტროენერგია არ არის. ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ სოფელში ელექტროენერგიას არ გამოიყვანენ, სოფელი დაიცლება. ღართაში ამ ნივთს უკვე 21 წელია ფუნქცია დაკარგული აქვს. სოფელში, სადაც ზამთარში 9 კომლი, ხოლო ზაფხულში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს, ელექტროენერგია 21 წელია არ არის. ადგილობრივები იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც სოფელში ელექტროენერგიაც იყო და 60 კომლით ცხოვრობდა, მაგრამ დენის არქონის გამო სოფელი თითქმის დაცარიელებულია. ღართელების თქმით, არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით, თუმცა მათ თხოვნას 21 წელია ყურად არავინ იღებს. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ელექტროსადენები და ბოძები უყურადღებობის გამო მოიპარეს. 21 წელია სოფელში შუქი არ არის. დაიცალა ხალხი შუქობით, სიბნელია, ლამპიშუშასაც ვერცად ვეღარ შევილობთ, საწინად გვიგდებს ხალხი რომ მივდივარ. ან სანთელი უნდა ვიქონიოთ, ან ლამპიშუშა გვიგდებენ საწინად. პირველ ყოფილ ხალხს გვეძახიან, პირველ ყოფილ. ხაზები აქ-იქ არის, ბოძებიც აქ-იქ არის, რამდენი მივმართეთ, სად აღარ ვიყავით, რამე სუყელა ხან გვეუბნებიან, ძვირი ჯდება. გაგვიგია როგორც სოფელში ერთი გლეხიც რო იყოს, ჩვენა დათვალონ ამოვიდნონ. ამ წუთად 9 ოჯახი ვართ ზამთრობითა, 9 ოჯახი. და ზაფხულობითა 20, 30, სუყელა მთელი სახლები შევსილი არის. 21 წელწადის სინათლე არა გვაქვს. წვალობთ სანთლის შუქზე. არც ლამპები, არც შუშებია და მარტო სანთელს ავყიდულობთ, ისიც აღარ არის გასაყიდი. ვართ ცარიელები უსინათლოდ. ბნელაში ვცხოვრობთ ამდენი ხანი. სოფელი იცლება, დაიცლება, ჩემნაირები რამდენი მოდის და რამდენი მიდის უკანა რო. არ არის არაფერი პირობები. ეს არის ესეთი სწორება შემორჩენილი ამ სოფელს. დანარჩენები არის მოპარული. დენი არ არის, არაფერი არ არის, 21 წელიწადი არის. ელოდებიან ხალხი გამოყვანას, არ არის, საშველი არ დაადგას, სულ დანაპირები არ არის. პირდებიან არასრულებს არავინა და რა ვიცი, ეს ერთი სტოლბა არის აგე და დანარჩენი დენები ისინი არ არსებობს აქ არაფერი. რა ვიცი, თუ ეშველება, რა ვიცი, თუ არა დაიცლება სოფელი ღართა, ხაშურის რაიონი სოფელი ღართა. 16 წლის მერაბ გაგლოშვილი ერთადერთი ახალგაზრდაა, რომელიც ღართაში ცხოვრობს. მას 5 წელზე მეტია ტელევიზორისთვის არ უყურებია. მოზარდის ერთადერთი გასართობი ფიზიკური შრომაა. 16 წელი აქ ვცხოვრობ, დენი არ არის, ტელევიზორი არ არის, კომპიუტერი აქ არ არის, არაფერი არ არის. არანაირი ქვეყანაში რა ხდება, სოფლიოში რა ხდება, ჩვენ ყურამდე არ მოდის. ყურთავ ვცხოვრობ, რითი უნდა გაერთოს კაცი ამ სოფელში რა ვიცი. არაფერი. შენ როგორ ერთობ? აი მუშაობ და მაგით ვატარებ დროს. ფიზიკურად მუშაობ. და შენი ერთადერთი გასართობი არის ეგ? კი, ჩემი ერთადერთი გასართობი ეგ არის, რომ მუშაობ. და ახალგაზრდა შენი თაობის ცხოვრობენ? არავინა, მარტო ეს ერთი. მარტო შენ ცხოვრობ? კი. ტელევიზორისთვის 5 წელი არ მიყურებია რა. ენერგოპრო ჯორჯიას სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, უშუქო სოფლებში ელექტროენერგიის გაყვანას ენერგეტიკის სამინისტრო კურირებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე ამ საკითხზე მუშაობს ენერგეტიკის სამინისტრო. არა მარტო ხაშურის რაიონის საქართველოს მასშტაბით არის ასეთი სოფლები, სადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება, ასე ვთქვათ, კომუნისტების დროიდან. გაიზარდა იქ 90-იანი წლების დასაწყისში ხაზები. ჩასმული აქვს ენერგეტიკის სამინისტროს რამოდენიმე სოფელი, მე როგორც 40-მდე სოფელი არის და უფრო დაწვრილებით ინფორმაციისთვის ჯობია უშუალოდ ენერგეტიკის სამინისტროს მიეკითხოთ ამ თემასთან დაკავშირებით. ან თქვენ კომპეტენციაში არ შედის? ჩვენ კომპეტენციაში არ შედის ენერგეტიკა. ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მინისტრის განცხადებას ვკითხულობთ, რომელშიც ნათქვამია, ენერგეტიკის სამინისტრო გეგმავს წელიწად ნახევარში აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას. საქართველოს მასშტაბით უშუქოდ 50-მდე სოფელია. საერთო ჯამში სახელმწიფოს სოფლებში ელექტროენერგიის მიყვანა 9 მილიონი ლარი დაუჯდება. მიუხედავად ამ განცხადებისა, ჯერჯერობით სოფელ ღართაში ელექტროენერგიის გაყვანის სამუშაოები არ დაწყებულა.